Sanktsირებულმა მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა. Დაცვის მხარე ბრალდებულის 5,000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროევროპული აქციების მონაწილე ჟურნალისტი ნიკა კაცია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვაშია ბრალდებული. ისევ დამნაშავედ ართulis და ამბობს, რომ მისი საქმის გამოძიება ობიექტურად არ მიმდინარეობს. სასამართლო დარბაზში ბრალდებულსა და მოსამართლეს შორის ასევე ბრალდებულსა და პროკურორს შორის დაპირისპირება არაერთხელ იყო. Სხდომაზე კაციამ რამდენჯერმე გამოიყენა პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის მისამართით რეპლიკა მატყუარა, რა დროსაც მას მოსამართლემ კორექტულად საუბრისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა. პროცესზე იყავით კორექტული. რა არის კორექტული? როცა თავიდან მომდე უკანონობის მსხვერპლი ვარ, ერთი წამი ახლა 100. კი ბატონო, საუბრეთ მაგასთან აკავშირებით. ხო და ეს არის, როცა აბსურდია იქ არის სტული. ვინც ამას გაბალა თუ ეხლა თუ ეს ძალიან არ გიჟებს. მეთოდოლოგიის გავაკეთეთ არ მაქვს არნერი. ხო და ნუ მასწავლეთ, თუ სტილო ეხლა ის მონაწილეო თამაში არ მაქვს. მე არ გაწევთ, მე ვაპარაკობდი და თქვენ კორექტულად, ამით კორექტულად ისაუბრეთ. არის, მას აქვს ცხენი, რათა მან და არ არის. ნიკა კაციამ პროცესზე მოსამართლეს შეახსენა, რომ ის დასანქცირებული მოსამართლე არაზეც მჭედლიშვილმა უპასუხა, რომ ეს საკითხი სასამართლო დარბაზში განსახილველი არ არის. სამართლებრივი ჩარჩონა თუ ვინ გავიდა, ეს პროცესია გასული სხვათა შორის თანამიმდევრობით სასამართლოს მოსამართლეს სასამართლოს ჩემი გონი არ არის და მოსამართლეს უსაფუძვლოდ არავინ არ ასანქციონებს, ხო? რაც შეეხება სანქციას, მე არ მინდოდა ამაზე გამიკეთებინა, თუ მაგასთან დაკავშირებით საუბრობთ სანქციას ამ მიმართებაში, ეს საერთოდ არის აღგანსაკუთრებული, საერთოდ არ ვარ ვალდებული, რომ რამე განმარტება გავაკეთე და მით უმეტეს რაღაც რომელიღაცა ქვეყნის პოლიტიკური პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოში არ საუბრობენ. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს ბრალდების მხარემ დაცვის მხარის გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, მათ შორის დათვალიერების ოქმის და ასევე მოითხოვა დასაკითხ პირთა სიიდან ორი პირის ამოღება. ორი პირიდან, რომელთა მოწმის სახით დაკითხვას დაცვის მხარე ითხოვდა ერთ-ერთი ტაქსის მძღოლია, რომელიც ადვოკატის თქმით ნიკა კაციას დაკავებას შეესწრო. შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეს ფაქტობრივი გარემოება უშუალოდ შემხებლობაშია საქმისა და სასამართლოთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ჩვენთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანი აღნიშნული მოწმე დაიკითხოს სასამართლოსთან და მიაწოდოს სასამართლოს ის ინფორმაცია, რომ არსებობდა თვითონ შეესწრო ნიკოლოზ კაციას დაკავების ფაქტს, თვითონ იყო იმ პოლიციელების ხელში და მოგეხსენებათ ალბათ თქვენს უყურებთ, რომ ვიდეო წარმოდგენილი მაქვს ამასთან დაკავშირებით სიუჟეტი, რომელიც გავიდა პიკატირეთში, ამასთან დაკავშირებით კონკრეტულად და დეტალურად აღწერს ფაქტებს, თუ როგორ მოხდა ნიკოლოზ კაციას დაკავება და პოლიციელებმა როგორ არ მიიღეს მისგან ინფორმაცია. ვინაიდან სასამართლო კოდექსის 113 და 114 მუხლები აღიქვამისინებს სატელეფონო გასაუბრებს, რომ სწორედ ამ მიზეზით დაცვის მხარეს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი წინა სასამართლოს ხომაზე მოითხოვა ლევან მეშარაშვილის დაკითხვა. აღნიშნული გარემოების საკოალიციური გამიმთა ეთნიკურ დასაწყისის და სიაში. და შესაბამისად არ არსებობს ობიექტური ახალი გამოყენება, რომელიც მიცემდა დაცვის მხარის უფლებას საქმის არსებითი განხილვის დროს მოითხოვოს მოწმის სახით ლევან მეშარაშვილის დაკითხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის შემოგვიყვება დაცვის მხარის უფლებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის შემოგვიყვება დაცვის მხარის მიცემული გაუშვება ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. სიტყვით მიმართვის დროს ნიკა კაციამ თქვა, რომ ის სამართალდამცავებმა საკუთარ სახლთან დააკავეს და არა იმის სამართზე, რომელიც ოქმშია მითითებული. მისივე თქმით, მის საქმეში ტაქსის მძღოლის ლევან იაშაღაშვილის ჩვენება მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი დეტალი სწორედ ტაქსის მძღოლის საუბრით გაირკვევა. ბრალდებული მიიჩნევს, რომ მისი ბრალდების საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი. კაციას თქმით, მას ასამართლებენ მეოთხე თვეა იმისთვის, რაც ჯიბეში არ ქონია. კიდევ ერთხელ ამბობ, ის რომ მე სახლთან დამაკავეს და არა იმის სამართზე, სადაც მითითებული აქვს საქმის მასალებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა და როგორ ვთქვა, ერთადერთი მტკიცებულებაა და ზუსტად ის, რასაც ახლა ვისმენთ მონოლოგის სახით, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ იმ ერთადერთი მტკიცებულების განადგურების მცდელობა იმ დანარჩენ სხვა საქმის მასალებთან ერთად, რომელიც ჩადებულია და რომელიც სხვადასხვა ჩემი ადვოკატის დამსახურებაა და ფარატინა ფუნქციით იყო წარმოქმნილი პროკურატურა, აი აბსოლუტურად ფარატინა და ჩვენ გადაიტანეს და იმ ჩვენ მიერ შედგენილ ანუ ჩვენ ჩავატარეთ რეალურად გამოძიება და ძალიან მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლის ყოფნა, იმიტომ რომ ჩემი ტელეფონიდან ამოღებული რუკით დგინდება თუ
თუ სად დამაკავეს ამასობაში იმას, რასაც მე ვლაპარაკობ, ოღონდ გამოკითხვა რო ჩაუტარებიათ, ეს კიდე ცალკე უბედურებაა და აბსურდი და ამაზეც მინდოდა მეთქვა და როცა შემოწყვეტილი ზუსტად ამის თქმა მინდოდა, რომ მეოთხე თვე ხდება 7 აპრილს, როცა გამოძიება არც ერთ შემთხვევაში და არანაირად არ იწყება. ცირკიც აღარ არის, ეს არის ფსკერი, რომელიც უბრალოდ ხარს. და მე ამას ვუყურებ, მათ შორის თქვენს პროცესებს, როგორ ექცევით, ყველა ვინც მე მასამართლებს, ყველა ხელს უწყობთ იმას, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხართ არალეგიტიმურები, ხართ დასანქცირებულები და კიდე მე მაძლევ ჩვენ ჩვენს ეხლაც მე რაც მოვისმინე, გეტყვით რატომ არის აბსურდი, იმიტომ რომ ის მტკიცებულება, რაც მე მაქვს მითითებული ამ შემთხვევაში, როცა გამომკითხა საკუთარმა ადვოკატმა, ზუსტად იმავეც იდენტურად ერთ-ერთი სიტყვა სიტყვით, წამში ამბობს ზუსტად ის ბატონი ლევანი, რომელიც მითითებულია მოწმეთა სიაში და იმიტომ საკუთარი წყვილი გაიტანოს პროკურატურამ, მხოლოდ ამიტომ უნდა რომ გააქვა ჩემი სახის მასალებიდან ის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც შენ სიმართლეს ამბობს. ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას ედავებიან. კაციას 8-დან 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრება.